წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაგიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. Სატყიდულოთ, ბატონო, ვირაპე, აუ, ამდენი სადნახულობ. 9 კილოგრამს გაგიდინებთ 10 ლარში. აიფობს რა, აი დასცინის, თელ მოსახლეობას დასცინის. ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 ლარზე ნაკლები არსად აღგირს ეს პროდუქტი. ანუ კილოს 20 ლარად ხორცს სატყიდულობს თქვენი აზრით. მე ეს ხორცს მაგალითად საერთოდ არ ვჭამ, მაგრამ ეს ხო დაცინვაა ახლა. ეს ხო ყველამ ის ხო ქართული ოცნების მხარდამჭერებას იცით რომ დაცინვაა. არ გიტყდებათ? თქვენს ხო დაგცინათ ახლა ამით. თქვენ არ აჭმევთ გაძვირებულ პროდუქციას შვილებს? ეს არის ნაცები აჭმევენ მარტო ამ გაძვირებულ პროდუქციას? ეხლა ხო ყველას დასცინა ამით. რა ვიცი, აი ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რომ ირაკლი ყობახიძე მიდის სადღაც სადაც კილო ხორცი ღირს 20 ლარი, იქ ყიდოს და თავის შვილს აჭმევს ამას? ირაკლი ყობახიძე მისმინე აი შენ დათავად ვინც საკუთარ შვილს აი 20 ლარიანი ხორცი არ აჭამოს. იმის დედას შევეციბე.